ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ნაკრების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გორელმა მოჭიდავეებმა, რომლებმაც 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს медаლი დაისაკუთრეს. ოქროს მფლობელი გახდა კონსტანტინე პეტრიაშვილი. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ლუკა ვანიშვილმა და დაჩი პაპინაშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ ნიკა ზანგალაძე და დავით ჭეჭელაშვილი. ვიყავი თურქეთზე და ქალაქ ანტალიაში შეჯიბრზე ჩავატარე 4 შეხვედრა 4 წარმატებით ფინალში მქონდა ძალიან დაძაბული შეხვედრა სადაც გავიმარჯვეთ 16-11 საკმაოდ რთული შეჯიბრი იყო და მადლობა გულშემატკივრებისთვის. თურქეთში ჩატარდა ანტალიის ტურნირი საერთო ესპარეზზე 86 კილოგრამში ჩავატარე 4 შეხვედრა 3 წარმატებით დავამთავრე და დავიკავე მეორე ადგილი და სანანი შეხვედრა დავთმე. ეს ყველაფერი გამოსწორდება ევროპაზე და იმედია ეს ვერცხლის медаლი ოქროთი შეიცვლება. თურქეთში ჩატარდა ანტალიის საერთაშორისო შეჯიბრი, სადაც საქართველოს ნაკრებმა მივიღეთ მონაწილეობა. პირად ჩათვლაში დავიკავე მესამე ადგილი, ხოლო გუნდურ ჩათვლაში შევცელით და გავით მეორე ადგილზე. ევროპისთვის კარგი სტარტი ავიღეთ და ოქტომბერში იქნება ევროპის ჩემპიონატი, სადაც დარწმუნებული ვარ და ღვთის წყალობით ვიცი რომ ჩემპიონები დავბრუნდებით.